ახლა 4 ქულა მისეს დავიც. თავის საყვარელი ერთი ჩაუტარა. სხვათა შორის ამისნაირად არ ამგონია მსოფლიოში იმიაკეთებს ამის. რა მე ვიცი რას გძრობს და როგორ გადაღლილი კი არის ამ ქვეყანაზე ვთქვათ აღარაფრის თავი სურვილი აღარ აქვს და ისეთი დაღლილი იყო მაგრამ ჩვენი იმით ბოლო წუთებია დარჩენი ბოლო წამებია და უთხარ ჩვენი იმით მიდიდავით და ნახეთ ხალხი როგორ ამხრევებს შაშა ჩვენ ამერიკის პირველობას ვიჭიდავთ მე ჩემპიონი გავხდი გივიც და დავითიც სამბოში და ესეთი ამდენი ხალხი იქ არ ყოფილა და უბრალოდ პირველად სოფლიოს ისტორიის სპორტის ისტორიაში ახან ესეთი რაღაც აპირებდნენ იმიტომ მოვიდა ამდენი ხალხი დასაჯდომი კი არა ფეხზე დასადგომი ადგილიც არ იყო მე არ მეგონა თუ ამდენი ხალხი მოვიდა დავითიც ნოემბერში სოფლიო ჩემპიონატი იყო სამბოში იქ მივდიოდით ჩეხეთში ჩატარდა იქ მივდიოდით სოფლიო ჩემპიონატზე და საქართველოში წავიდა მოსამზადებლად და იქ მუხლის ტრავმა მიიღო წელის ტრავმაც აქვს ქრონიკული ორი ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა ძიუდოში ტრამვის გულისთვის ხო და ვერ შეძლო სოფლიოზე წამოსვლა ამერიკის სახელით გამოვედით მე სამბოში მეხუთე ადგილზე დავჭი სოფლიოზე და ბაევოი სამბო ესე ქვია ეს კომბატ სამბო ინგლისურად სამბო არის ჩხუბი და ჭიდაობა ერთად შერწყმული ესეთი რაღაც ქართულებმა არავინ არ იჭიდა არავინ არ ისაკნი ჩხუბა მეც გამოვედი და მესამე ადგილი ავიღე სოფლიოზე ორი წამი დამოკლა ფინალში გადასვლელი და სოფლიოს ფინალში გავსულიყო წელს მოემზადებით და მე მგონი წელს წავალ სოფლიოზე რუსეთში არის секунд. Извиняюсь, 35 секунд. 35 секунд. Бросай, просто есть! 4 балла! 4 балла! 2 балла! 2 балла! И счет становится 9-4. До конца остается 10 секунд. 9, 8, 7, 6, 5. Время! Со счетом 9-4 победил новинку Наталья Бармасяна. Громче! Награждение проводит русская баня Клаус, есть наш солист сегодня выиграл. Justin Garcia and Brazilian Jiu-Jitsu. Black belt, Ricky Magnesi. His opponent, representing Team Oleg Taktarov and Russian Sambo. He is the world Sambo champion. Ladies and gentlemen, Giri
Шабутинцы! А счет 6-5 в пользу представителей джиу-джитсу. И хочется верить, что Гиви Шабутинцы спасет честь русского самбо. Грузинская школа борьбы спасет честь русского самбо. Ваши аплодисменты. ახლა გივეზე დიდი მედალს ვამყარებდით ყველანი 7-ით 6-ით 5-ს ვაგებდით და ჩვენ ქულებით ქონდა წინ ქულებით წინ ვიყავით გივის რომ მოეგო გუნდურში ვიგებდით ჩვენ იყო თასი ჩვენ ვიგებდით მაგრამ აი მსვლელობას მიყვეთ გივისი დაყვის ტრამვა აქვს ბავშვობიდან ხელს ვეშლის ნორმალურად შეჯიბზე მოსტეხის ხელი აი ხო 4 ქულა გდება გააკეთა ეს ძიუდოში 4 ქულა არის და ძიუდოში სუფთა არის სამბოში არის 4 ქულა 4 балла заработал Гиви იმან ნახა რომ ხელს უყუჩებდნენ გივის ოტკიოდა და სულ რაც ჭიდაობა ქონდა სულ იმ ხელზე ეჩალიჩებოდა რომ ხელი ეტკინა ბალევი გაიჭიმა გივისთვის ეს ვიც გივი შეხვდა შავქამრიანი არის ჯიუ-ჯიტსუში ყველაზე უმაღლესი კატეგორია შავი ქამარი არის მსოფლიოს პრიზიორი არის და ბრაზილიის 10 ტურვაგზის ჩემპიონი არის ძალიან სერიოზული ის არის მოჭიდავი არის აი ახლაც ძიუდოში შეიძლებოდა სუფთას მიცემა ორი ქულა მინიმუმ სამბოში იყოს და ვაფშე საერთოდ არაფერი არ მიცეს აი ახლა ამაზე ვლაპარაკობდი მე ესე რომ აწევ ტატამს როგორც ააცნია უნდა მატი არის და უნდა გაჩერდეს და წეღან დავიცაც ესე გაუკეთეს პაპუნამაც მაგიტო წააგო შეჯიბრი და გივისაც ეს ახლა აწეული ყავდა ამდენი ხანი არ შეიძლება როგორც ააცდნენ უნდა გააჩეროს მაგაზე ვისაუბრეთ და ეგო პრობლემა არ არის უთხარით საჯებს ესე კაცს რო ააცდნენ მიწას და ესე დაიჭირო მაშინ რა უნდა ქნა მეთქი რომ გაგანებოს თავი და რა ვიცი თვითონაც არის პასუხი ვერ გაქვს ეს იმიტომ რომ თვითონაც არ იცოდნენ რა უნდა გაიკეთებინათ მაგამ ბავში აი ახლა აი ჩაიყვანა დაბლა გივი და ახლა მახრჩობელას უტარებს მახრჩობელა არაფერი მაგრამ აი ეს ნატკენი ხელი გადაუჭიმა ზუსტად რომელიც ტკიოდა და რომელსაც ვეშლის На второй минуте и 20-й секунде боевым приемом победил представитель джиу-джитсу Рики Миглиалес.